გრიპი ჯერჯერობით არ არის საქართველოში, თუმცა თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, სავარაუდოდ ამ თვეში უკვე გვექნება პირველი შემთხვევა და უკვე ალბათ შეგვეძლება თქვა, რომ დაიწყო, როგორც თქვენ აღნიშნეთ, გრიპის სეზონური მატების პერიოდი და ისე როგორც წინა წლებში, აქაც მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან მარტი-აპრილის ბოლომდე იქნება ქვეყანაში გრიპის შემთხვევები და ასევე გვაქვს მოლოდინი, რომ პიკი და მაქსიმალური რაოდენობა ამ შემთხვევების დეკემბერი, იანვარი, თებერვლის თვეზე მოვა. ერთიც მინდა გავითვალისწინოთ, რომ პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია. შარშან გრიპის შემთხვევების პიკი თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა და ამ თვალსაზრისით ალბათ წლევანდელი წელიც ამავე პერიოდს დეკემბრიდან თებერვლამდე პერიოდს დაემთხვევა. ორი ტიპის ვირუსი ცირკულირებს უფრო მეტად, ეს არის რინოვირუსი, ასევე აქტიურად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და ასევე აქტიურად ცირკულირებს ახალი კორონავირუსი და ჯამში ალბათ ამ ორი ტიპის ვირუსზე მოდის უმეტესი რაოდენობა შემთხვევების. ეს ეხება როგორც მსუბუქად მიმდინარე შემთხვევებს, რომელიც გრიპის მაგვარი დაავადებების ჯგუფში არის გაერთიანებული, ისე ეხება შემთხვევებს, რომელიც მძიმე რესპირაციული სინდრომის ჯგუფში არის გაერთიანებული. ერთი რაც შეიძლება ითქვას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კორონავირუსის ორივე სახე, როგორც ძველი, ისე ახალი, უფრო მეტად აღინიშნება შედარებით მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფში, ანუ ეს არის ის შემთხვევა, რომელიც პირველადი ჯანდაცვის სკოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არის და 53 კვირის მონაცემებით არ ყოფილა არც ერთ დადასტურებული შემთხვევა კორონავირუსის ჰოსპიტალიზირებულ პაციენტებში. ძირითადი რეკომენდაციები სწორედ რისკის ჯგუფებზეა გათვლილი, ვინაიდან ამ რეკომენდაციების ნაწილი, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, ეს ეხება ვაქცინაციას, ხოლო მეორე ნაწილი იმ ადამიანების, რომელთაც ვაქცინაცია არ ჩაუტარებიათ ან არ აპირებენ, ალბათ ეს არის ის სტანდარტული რეკომენდაცია, რაც ჩვენ ძალიან კარგად გამოვიყენეთ კორონავირუსის პანდემიის პირველი წლის განმავლობაში. მე ვგულისხმობ ნიღბის დარებას, დისტანცირებას, ხელების ჰიგიენას, იმ ფართობის ხშირ განიავებას, სადაც თქვენ იმყოფებით, ეს შეიძლება იყოს საცხოვრებელი სახლი, შეიძლება იყოს საოფისე ფართობი.